შეიძლება დაიწყო. მოგესალმებით მეგობრებო, თორნიკე გუბათაშვილი სახელოსნოდან გერთვებით, იმე და უხოშვილი და თორნიკე გუბათაშვილი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი სატესტო პოდკასტ გადაცემა, ანუ ეს არის პოდკასტისთვის. არც თუ ისე ნაცნობი, მაგრამ არც თუ ისე უცნობი თემა, დისპეჩინგი საქართველოში, ანუ დისპეჩინგის მომსახურება საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ უკვე 100,000-ობით ადამიანი იცის ამ პროფესიის შესახებ, თუმცა ონლაინ გაზეთი კომერსანტის ერთ-ერთი სტატიის მიხედვით მაინც ახალ პროფესიად ითვლება და მე და თორნიკემ გადავწყვიტეთ, რომ ამ საქმიანობის შესახებ ძალიან მიუკერძოებელი იდეები და შეხედულებები გადმოგცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი ამ საქმიანობის დაწყება და ვინც ამ საქმიანობაში ხართ ახალი ჩართულებან უკვე რამდენიმე წელი ამ საქმიანობას მიყვებით, შემოუვაროთ მარჯვნიდან, მარცხნიდან, შუაზე გავჭრათ და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ რომ საინტერესო პოდკასტი გამოვა, მე და თორნიკე შემოგეღოთ ჩვენი თავი, კი. თორნიკე, ერთი საინტერესო კითხვა მქონდა შენთან რა. აი, მაგალითად, მეც ის ადამიანთა კატეგორიას განვიკუთვნებ, ვინც ამ საქმიანობის შესახებ თორნიკესგან გავიგე. აი, მაგალითად, მე როგორც დაკარგული ახალგაზრდა ვიყავი, საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა ამ ცხოვრებაში, მაშინ მოხვედი და ვიმითხარი, რომ აი, მოდი დისპეჩინგი დაიწყე. მახსოვს მამა შენი, ბატონი ჯავა ამერიკაში ჩასული იყო, რამდენიმე წლის ჩასული იყო, ტრაქერად დაიწყო მუშაობა და ამ პროფესიის შესახებ მისგან და მე უკვე შენგან გავიგე. აი მაგალითად შენც დარწმუნებული ვარ დაახლოებით იგივე პოზიციაში იყავ სამ დისპეჩინგს დაიწყებდი რომ აი არ ქონდა შენი თავი ნაპოვნი, ქონდა ჰობები, მახსოვს ძალიან ბევრი ჰობი ქონდა, მაგრამ ამ საქმიანობით მე და შენ რაღაცნაირად ერთად გავიზარდეთ. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ, ბევრ ხალხს ვასწავლეთ კიდეც. აი მაგალითად რას ფიქრობ ეხა რომ გქონოდა შესაძლებლობა დრო უკან გადაგეხვია. დაიწყებდი თუ არა იგივე საქმიანობას? დავიწყებდი მოდი არ ვიცი მე ხა ესე გამოთქმის ამდენად შემიძლია რომ ვილაპარაკო და რაღაც ეს აუდიენციას ვილაპარაკო, მაგრამ რაღაც კი. ესე სუბიექტურად ვისაუბროთ, კი ბატონო. თავიდან როდესაც დავიწყე საერთოდ ამ ბიზნესში შესვლა, ნუ ჩაბასგან გავიგე მეც და გავიგე როდის ისე აი 19 წლის ვიყავი დაახლოებით რა. და უფრო პატარა 18-17 წლიდან კაროჩე მესმის ეს დისპეჩინგი. და დაახლოებით უფრო რომ დავინტერესდი ვიყავი 19 წლის, აი 20 წლის ვიყავი რომ უკვე დავიწყე ინფორმაციის შეგროვება და გაწელვა ამ კურსის სწავლის და ასე შემდეგ. ნუ როგორც ჩორვის ტიპიური სტუდენტი, იმიტომ რომ ეხა ეს რასაც ვაკეთებ, ესეც ჩემი ერთ-ერთი გორი ჰობი არის. ვიდეო ფოტოების გადაღება, მაშინ ეგ ძალიან მიყვარდა ვიდეო ფოტოების გადაღება, დიზაინს ვსწავლობდი და მეთქი მამა მეთქი, რა ტრაკინგი გამანები ხა. სად აგრესკების სვლა და სად მეთქი პროცენტზე მუშაობა ხა რა წარმოდგენა მქონდა რომ თურმე რამდენი ფული ტრიალებს ამ ბიზნესში და ამის მეწილე ვხდებოდი მე და ეს იდეაში კაი ხნის წინ ანუ მაშინ უფრო ითქმოდა რომ ახალი შემოსული იყო ვიდრე ეხლა. ეხლა უბრალოდ პოპულარული გახდა რაღაცნაირად და ეს პოპულარულობამ გადააავსო კიდე მარკეტი და უფრო დააქვეითა შესაძლებლობები, მაგრამ რაღაც მხრივ ის ანალიტიკები რაც მე მოგიტანეთ, მოვიძიე რაღაცები, იმისკენ არის ინდიკატორი რომ იდეაში ყველაფერი პირიქით უფრო მაღლა წავა. ხო და კითხვა რა იყო? ხო, ანუ რეალურად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით იმ ასაკში, როცა დაიწყეთ ამ საქმიანობის სწავლა. კაი, თვითონ ნომელაპარაკები რა. კაი, ჩემი ვიყოთ. ჯობია, მე მგონი უფრო ის იქნება. და კიდე მეორე კითხვა საქმე მოვაყოლებ. დარწმუნებული ვარ ხო ძალიან ბევრი დისპეჩერი საქართველოსდან, ფილიპინებიდან, უკრაინიდან, რა ვიცი, ყველა ეს საერთაშორისო ბიზნესია. ზის ხედან ეხა დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრი მათგანი არის პანიკაში. აი ზამთარია, თურთები არ არის ამ საქმიანობაში შემოსავალი ზამთარში ძალიან ეცემა მეგობრებო, ვინაიდან სატრანსპორტო ბიზნესი პირდაპირ კავშირში არის ამინთან და რა თქმა უნდა გარემო პირობებთან, ხო? შესაბამისად თუ არის ზამთარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურთების რაოდენობა იკლებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდია შანსი ამ თურთის დაზიანების და ნუ არა მარტო ვერ ვიტყოდი რომ მაინც ამინძე არის უფრო დამოკიდებული, მაგრამ და კიდე სხვადასხვა მიზეზებზე მინდოდა ზუსტად კი ბატონო, აი რას გვიტყვით აი ამ პერიოდში ამინდის გარდა რა მიზეზები არსებობს, რის გამოც იკლებს ტვირთების რაოდენობა, ფასები და პირდაპირ პროპორციულად ჩვენი შემოსავალიც როგორც დისპეჩერების. მე მგონი რითაც დაგაინტერესე მე შენ ეს თემა თავის დროზე იყო ის რომ იდეაში ეს ბიზნესი არ არის უბრალოდ რაღაცა ტრაქის აუღე ტვირთი და ფასში არა კომისია. ეს არის იმენა დიდი ჯაჭვი და
ჯაჭვის პატარა ჭანჭიკი ეს ტრაქინგ ინდუსტრია რომ მოდის საიდან? თავარი პოლიტიკა, ეკონომიკური მდგომარეობა, მერე კერძო კომპანიები რას აკეთებენ, ტვირთების საგარეო პოლიტიკა უკვე როგორ შემოდის და გადის რა ფასში და როგორ და რანაირად, რაც ინდიკატორი ასევე რომ ტრამპმა რომ ახლა არჩევნები ხო ძირითადად ტარდება ხოლმე რაღაცა ახალწლამდე პერიოდში და ხა ტრამპი ხო იანვარში მოვიდა და პირველი თვე-ნახევარი ქონდა ისეთი კატასტროფული, ანუ იმდენად ბევრი ცვლილებების მიედმოვედა რომ გასაკვირი არ იყო რომ ესე მოხდებოდა, იმიტომ რომ ისეთ წლების გამოცდილება მგვანახა რომ იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილიც კიდე არის ხოლმე მარკეტის ყველაზე ჩავარდნილი მდგომარეობა და ანუ ეს ინდიკატორი არის იმისი რომ რეალურად ხალხი მაგალითად თებერვალში მარკს აღარ იწერს გადიან დასასვენებლად და ძირითადად ფული პრო ტურიზმში მიდის და მაგთან გამომდინარე სანამ ეს რაღაცა დაბრუნდება ბალანსში უფრო მაგიტომ მგონია რომ იკლებს ხოლმე და მე მგონი ქარჰაულინგში პირიქით არის არა? ქარჰაულინგში დიდად განსხვავებული სიტუაცია არ არის სიმართლე რომ გითხრა, თუმცა ქარჰაულინგი არის ტურთების მარკეტზე ბევრად უფრო არასტაბილური ჩემი აზრით. ოღონდ დადებითი ის აქვს რომ ქარჰაულინგში რაოდენობა ავტომობილების იმდენად ისეთ პროცენტულად არ იკლებს როგორც ტვირთების რაოდენობა ბაზარზე. აი მაგალითად თუ ტვირთების რაოდენობა ფასებს რო თავი გავონებოთ რა, აი თუ მაგალითად 30-40%-ით ნაკლები რაოდენობის ტვირთი დევს, ხო? მშრალი ტვირთების ვებსაიტზე, პლატფორმაზე, სადაც ჩვენ ბუქავთ ხოლმე ტვირთებს, აი ჩვენთან შეიძლება 10-20%-ით დავარდეს, მაგრამ თუ დავუშვათ დაშერდები რომ რეიტში, ნაკლებ რეიტში იარო, ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება მაინც რაღაც რაოდენობის თანხა გამოიმუშაო, რომ საერთოდ არ გაჩერდე, მაგრამ აი მაგალითად მშრალ ტვირთებზე ხომ ეცხავ მაგ-ფლანგზეც შეიძლება შეხვდეს საერთოდ რაოდენობაც არ იდოს. მაგრამ ფასს თავი გაანება, ანუ სულ 8 ტვირთი დევს, წარმოვიდგინე ერთი შტატი რა, ერთი რაღაც დიდი ქალაქიდან, საიდანაც დავდივართ ხოლმე. ნუ უფრო დასავლეთს ეხება, დასავლეთთან ერთად, მაგრამ აღმოსავლეთი ხო აღმოსავლეთი სულ კარგად მუშაობს თითქმის. კარიერები ხო უფრო კომპლექსური საკითხია რა, უფრო კომპლექსური საკითხია და უფრო სტრესული რა თქმა უნდა. აი მაგალითად წლევანდელი პროგნოზები, წელს რა პროგნოზი იქნება, აი მაგალითად 2025 წლის ბოლოს როგორ ეკონომიკურს დასავალდებიან, თუ გაქვს ინფორმაცია რომ აი ეს წელი როგორ იქნება ჩვენთვის მაგალითად. ნუ ახლა ამ წელს სანამ შევეხებთ, მანამდე უნდა გავიაროთ წინა წლების რაღაც რა. ეხლა ნახე რა მოხდა. 2020 წელს ხო, კოვიდის პერიოდის გარშემო მარკეტი საკმაოდ დაეცა და იმიტომ რომ ხა რა თქმა უნდა სიტუაცია არ იყო შესაბამისი გარეთ პოლიტიკა საერთოდ აღარ მუშაობდა ტვირთები ფიზიკურად არ შემოდიოდა და არაფერი აღარ შენდებოდა ახალი რომ ამისთვის გამოიყენებინათ რესურსი და ამისთვის დაგვიჭირდებოდათ ჩვენი სერვისი. აქედან გამომდინარე 2023 წელს დაფიქსირებული იყო 85,000 carrier კომპანია იყო დარეგისტრირებული FMCSA-ის იმებით რა ქვია მონაცემებით ხო დღეისობით 2024 წლის მონაცემებით არის 71,000 კომპანია დაახლოებით ზუსტად მოხდა ციფრები. ანუ ეს უკვე კიდე შემცირდა 2020 წლის შემდეგ კიდე შემცირდა და მაგრამ აიმატა ბროკერების რაოდენობა, საბროკეროების კომპანია. ანუ ესე იგი რაღაც მხრივ რომ უყუროთ, რავი, ანალიტიკურად რომ უყუროთ რა, ანუ carrier კომპანიების რაოდენობა მცირდება და ბროკერების რაოდენობა იზრდება. ბროკერები ვინები არიან და ყველაზე ჩათლახი ტიპები არიან, რომლებიც ფულს იმაში იღებენ უბრალოდ რომ shipers მონაცემებს რაღაცა ტვირთის მონაცემებს იღებენ და შენთვის მოაქვთ გამზადებული. ხო, მე ფაქტობრივად ლიცენზიის მოპოვებით შეულობენ ფულს, ანუ ლიცენზია მოიპოვე უბრალოდ ადამიანი ხდები, რომელსაც ამ ყოფს გაკეთება ლიცენზიით ბონდი შეგიძლია და всё, ხო, ან ფაქტობრივად copy paste-ია და ამ შეიძლება საქმიანობა. ნუ აი ბროკერს ვეყაპარაკო ბროკერის პერსპექტივით, ახლა მე რა დამისვა ბროკერი. ანუ გეტყვის ესეთ რაღაცას, რომ მომენტ ეგრეც არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ. პასუხისმგებლობას რას? ბროკერი, როდესაც მაგალითად აძლევს ტვირთს carriers, ის ავტომატურად ერთმანეთში ხდება ხელშეკრულების გაფორმება და თუ რამე მოუვა ტვირთს, shipper-თან პასუხისმგებელი არის ბროკერი. ასე, კი ბატონო. ანუ მაგ ხელშეკრულების გამო გეტყვის ჩვენ დიდი წონა გვაქვს, მაგრამ მოდი კარგად შევეხოთ ამერიკის რეალობას და დასხვევას. ანუ ყველაზე ჩათლახები არიან ბროკერები, მაგ მხრივ იმიტომ რომ ყველაზე დიდი ქურდები ამანს. ანუ როგორც კი ბროკერი ხდები, ეგრე უნდა ყავდეს შენი ლოიერი. როგორც კი შენი ლოიერი ყავს, ანუ შენ აი ნებისმიერ რაღაცას არ უნდა მოხდეს ტვირთზე რა.
ყველანაირად carrier-საც მინდავენ ხელებს. და ეს carrier-საც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მე წავიდეს თავის ლოიერი მოიყვანოს და ამ რაღაცა $10,000 გამო გაატრაკოს. იმიტომ რომ უფრო მეტი რეალურ მომსახურებაში გიზდა $15,000-20,000 შეიძლება ადვოკატმა წაიღოს და შენ ამ დროს $10,000-იან ტვირთს ზუსტად კარგი მაგალითი გეტყვი, ახლა მაგალითად Flatpad-ზე გვქონდა ერთ-ერთი ტვირთი. და მოკლედ რო დაზიანდა შიპერის გამო, ანუ ბროკერის გამოც არა, ანუ და ასე კარგად ვერ დაავეს ხო ტვირთი თვითონ. 5 დაბმული იყო ჩვენი, კარგად, მაგრამ 5-ში არ იყო დაბმული სწორად. გასაგებია. რამაც გამოიწვია, რომ აი მცირედ იმაზეც კი, ტორმოზეც კი, ქართულად ტორმოზი როგორ არის? მუხრუჭი. ხო, მცირედ მუხრუჭეც კი, ეს ტვირთი გადმოვარდა და მანქანას დაგვიზიანა და ტვირთის დაზიანდა, რა თქმა უნდა რა. და მე რომ მივაკითხეთ ბროკერმა ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო მაგასთანო ეხლა. ამათ კი შიპერს ესე იგი, ოკეი, შიპერს მაფია. ხო, შიპერს მივაკითხე. შიპერმა ჩვენო რა პრობლემა აქვს, ჩვენო ჩამოვიღეთო იქიდან გემინანო და ეგრევე დაგიდეთო. მე ეგ არის პრობლემა. ნუ ეხლა იმის დაზღვევასთან ვერ მივე, შენ დაზღვევასთან გაარკვიო. ჩემ დაზღვევასთანაც რო გავარკვიე, ნუ მოკლედ რაღაცა შეჯამებაზე მივედით, მაინც შევთანხმდით. ფული გადაიხადეს, დაზღვევამ ჩაოლებდი ყველაფერი მოგვარდა და მე ურეკავ ადვოკატს, რომ მეთქი ეხა უყურე, ერთი თვე დამაჩერეს, ანუ ამ paperwork-ებით, ამ maintenance-ი, ამდენი ფული გადავიხადეთ, ამდენი ზარალი იყო, ძღოლს ხელფასი ვერ გადაუხადე და ასე შემდეგ. კერძი 50,000 შემიძლია რომ მეთქი ჩაოლებრივ გამოვართოთ მეთქი და პლუს მორალური და რაღაცა დაზღვევ მეთქი. ამერიკელი ადვოკატი იყო და ანუ ტრანსპორტირების მხრივ ნიუ-ჯერსში იყო ლოკალიზებული როგორც მახსოვს. მოკლედ დაახლოებით $60,000 შეგვიძლია რომ წავართვათო. მაგრამ ჩემი სერვისი უფრო ძვირი დაგიჯდებაო. ანუ აზრი არა აქვს. $60,000. ხო. ანუ და ვერ მივხვდი მეთქი რა მაფია საერთოდ. მაფია, ანუ სხვას ვერ დაუძახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატია, მოკლედ, ფაქტობრივად ყველაზე მეტად აზარალებს შუაფენას, ხო? ამ დიდრები ტაქსებს ირიდებენ, ნუ ვინც სოციალურად დაუცველია სახელმწიფო კმაყოფაზე ცხოვრობს და რა თქმა უნდა სახელმწიფოს ინახავს საშუალო ფენა, ანუ მუშათა კლასი. რაც რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი, ანუ მე ძალიან ბევრი ისტორია მაქვს მოსმენილი და ძალიან მტკივა ყველა იგი ადამიანის, რომელიც აი ესე იბრძვის პატიოსნად და ბოლოს ყველაზე მეტად ეგენი ზარალებია. არ ვიცი. ოჯახის წევრები, არ ვიცი. ძალიან ბევრი. ქარჰაულინგში როგორი სიტუაცია მოხდა აი ქარჰაულინგში საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა ახლა. ანუ ტრამპის გადაწყვეტილების შეეხო ქარჰაულინგსაც? ტრამპის გადაწყვეტილება ყველაფერს შეეხო ზოგადად. შეყვარებულების ზოგიერთ შეყვარებულის პირად ურთიერთობებზეც მოახდინა გავლენა. მაგრამ ნუ მთავარი რა არის ახლა თუ მაგალითად მოსახლეობის უმრავლესობას დაუმტკიცდება გრძელვადიანი სესხი დაბალ პროცენტში, რა თქმა უნდა ადამიანები, ის ადამიანები მანქანების ბიზნესში არიან, რომ იყიდონ ავტომობილები, გააკეთონ, მე გაყიდონ, ხო, ამ ყველაფერს ფული ჭირდება. თუ სამოძრაო ფულს მისცემს სახელმწიფო და ბანკი, რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად წავა, მაგრამ ეხლა უკვე ტრამპი კი არ შეეხო, უფრო იმ არაკეთილის მსურველი ადამიანების, ეგრეთ წოდებული მატყუარა ადამიანები შეგვიხსნენ, მოკლედ ამ სისტემაზე ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბროკერი, რომელიც აღმოსავლეთიდან არის ძირითადად ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანუ დიდი კომპანიების ტვირთებს იღებდნენ თავიანთი კომპანიის სახელზე და მე ესენი ყიდიდნენ სხვა კერიერებზე. ფაქტობრივად დაბლ ბროკერინგი დაიწყო ძალიან გახშირად. ქარჰაულინგში შემოძრა ესე იგი. კი, რა თქმა უნდა, ანუ წარმოვიდგინე დიდი კომპანია, რომელიც რა ვიცი, თვეში 30,000 მანქანას გადაძებს, პირობითად 50,000 მანქანას, ვიღაც პატარა ბროკერი შევა, ვითომ სატრანსპორტო კომპანია გამოვართმევს მანქანის პიკაპ დელივერი ლოკაცია, მე ამ ინფორმაციას თვითონ დადებს, გადაპოსტავს საიტზე და ვიღაც ტიპი, ესე იგი, იმ არც ვიცი ხა მე თუ ავიღე ეგ ტვირთი, მე არც ვიცი რომ ეს ბროკერისგან მოდის ჩვენგან. და მოკლედ გამოძიებით დადგინდა რომ რამდენიმე კომპანია იყო ესე და ახალი კერიერები ვინც ამ საბროკეროსთან გადაწყვეტეს რომ პატიოსანი ურთიერთობა ქონდა დაგბლოკეს. ანუ გაგუშვეს რომ იცით რა ჩვენ აღარ ვენდობთ ახლებს მარტო ძველები ყავს აი დრომ რო გამოსცა და ურთიერთობა და აი ესე ძალიან დიდ კომპანიებთან თუ ქონდათ ისეთი მაგალითად პოლიტიკა რომ ერთთვის გახსნილი ხარ არა უშავს მოდი ჩვენთან ხო ეხლა უკვე ეგრე აღარ არის და გამოძიებები და ერთი ამბავი მიმდინარეობს და მოკლედ აი იმდან მარტივი ბაზარია ან მარტივი ამ ბაზარზე შესვლა რომ ამ სიმარტივემ თვითონ ამ ბაზრის უნიკალურობა დაანგრია ანუ ხო ეგრეა ძირითადად ეგრე არის ხო ეგ აფუჭებს ყველაზე დიდად მარკეტს TQL აიღე Total Quality Logistics ეგეთი კომპანია ზუსტად თავის ტვირთები ხო ძალიან ბევრი აქვს მაგრამ ვიღაცა ბროკერები შიგნით ზიან და
აი ძალიან ბევრჯერ მინახავს რა, რომ აი მაგარი ტვირთია და დაურეკე ეგრევე, აი წამზე რომ დამირეკია, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვართ, ჩვენ ახლა 0.0 რაღაცა delay გვაქვს call-ში და ეს ტიპი მეუბნება ეგრევე რომ დაბუქულია ყო ეს ტვირთი და ანუ როგორ არის დაბუქული, რანაირად მოვასწრო ჯერ ოკეი, კაი ჯანდაბას და თიქველიდებს ზუსტად მაგ ტვირთს. რა თქმა უნდა დაბალ ფასში და ეხა აი ჯერ ისედაც ხო შიპერი ბროკერს ხო რაღაცა თანხას რო უხდის ეს ბროკერი ხო დაბალ ფასში დებს იმას ხო ჯიბეში ჩაიდო ის $200 და მე კიდე ამანაც რო წამოიღო და ამას კიდე $200 ჯიბეში ჩაიდო ჩვენთან რომ მოვიდა კაპიკები და მე კიდე owners რა უნდა დარჩეს და მე dispatchers რა უნდა დარჩეს ან საცოდაობა ხდება უკვე რა თიქოელ carhauling-ში ჩემოვიდა სხვათა შორის carhauling-ში ჩემოვიდა დაიდო მაგის ტვირთები მე ნახე კი დაიდო ანუ ყველა გადარჩენაზეა რა ყველა ის რაღაცას აკეთებს რასაც ადრე არ აკეთებდნენ არა თიქოელი გახორებული არის რა სიძა გადარჩენაზე არა ის ეგ ის ამერიკელები არიან ამერიკელები არიან თიქოელში აქვს ცინცინაჩი და სტადიონი აქვს თავისა შენებული რა იმაზე ყველაზე დიდარი საბროკერო კომპანია ერთ-ერთი არ ვიცი ამოხ რა იქნა ქართულ ბროკერსაც ვინმე ეს ქართულ ბროკერებზე გამიგია აი 1-2-ზე ვისაც ვცდილობდი რომ გავსულიყავი კონტაქტზე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოსულა ეს ალბათ რომ დაპოსტეს რა, აი ხო ხტები დაპოსტა რომ ქართული ბროკერი ვარ, აქა და აქ CH რობინსონში ვიცოდი, მაგათ ერთი ადამიანი და ნუ ვეღარ გავედი კონტაქტზე რაღაცნაირად არ ვიცი, შეიძლება ბევრი SMS-ი მიეყარა და ჩემი SMS-ი საერთოდ შეიძლება ლოგიკური მიზეზი. შენ აპირებ თუ არა ბროკერობას? რატო არა? შენ აპირებ? ვაპირებ, მეც ვაპირებ. რა თქმა უნდა, ოღონდ მე ჩემი ეს დაანზდილობიანი და ისეთი soliduri ბროკერები იქნები რა. ატიოსანი პირველ რიგში მოდი მე ესე გეტყვი რა, იმიტომ რომ აი რა შეუძლია საბროკერო კომპანიას ასაც არ აკეთებს და რა ძალიან ტეხავს. აი რა. აი მაგალითად უყურე წარმოიდგინე, აი საბროკერო კომპანია გახდი ეს გულისხმობ ნახე. პირველი რომ საბროკერო კომპანია რომ გახდე, ჯერ უნდა შექმნა კომპანია, თვითონ სატრანსპორტო კომპანია, carrier კომპანია. ესე იგი მე ავიღე DOD და MC ნომერი. მე ჩამოვყალიბდი carrier კომპანია და მე დავიმატე ლიცენზია ბროკერის, ხო? გავხდი საბროკერს, ანუ ესე იგი მე შემიძლია რომ შევიდე ისეთ პლატფორმებზე, სადაც შიპერები ტვირთებს დებენ. და ასევე შემიძლია რომ შიპერს დაურეკო პირდაპირ და უთხრა რომ ყავს ბაზა, რავი, ანუ ბროკერი ვარ, მაგარი ვარ, გავყიდი, ესე, ხო? შევაგროვე შიპერების ბაზა და შევაგროვე carrierების ბაზა. ესე იგი მე შემიძლია რა გავაკეთო, რომ იმის მაგივრად, რომ მე ჯიბეში ჩავიდო ჩემი ფული, რაც უნდა მოუტეხო, ანუ დავშაი შიპერმა მომცა $200, $200-დან $200 მე ჯიბეში ხონა ჩავიდო. და მივიცე დანარჩენ $1800 carriers. კი ბატონო. მოდი დავიძახებ, ვინც ანუ ბროკერი ვარ დაუშვა და დავიძახებ, რომ ჯიგრებო, carrierებო, ყველა მოდით ჩემთან, მე მაგარ ფასში გავამაქვს ტვირთები, სულ არ მოვკიდებ იმ საკომისიოს ხელს, უბრალოდ ვეთქვი რომ გადამიხადე 5%, 1%, 2%, აი ათვლის ფოს. ხო, ტვირთი გადამიხადე 1% ვეთქვი. და $200-ში მოგცემ ტვირთს. ის ეგორი mind trick-ი არის, თან მომგებიანია carrier-ისთვის. გავხდე აი მაგალითად ეხა უყურე $200-ში მე უნდა ამიღო $200 ჯიბეში ჩამენდო, ხო? ბროკერი ვარ. ნუ აი $100-იც აიღე რა. მე 1% გამოვართ არის $20. $20, რომელიც ხა ერთვითონ $20 არაფერი არ არის, მაგრამ ეგეთი მოიყვანებათი კაცი, ეგრევე $200 არის. ხდები და ანუ რაოდენობაზე გათვლილზე შენ შეგიძლია რომ carrierებიც ბევრი ყავდეს, იმიტომ რომ ეს carrieri იმ ტვირთს იღებდა $1800-ში და ნაკლებში შეიძლება, იმიტომ რომ ზოგი ბროკერი ღორია, ზოგი ისეთი რომ $500-საც წაგართმევს რა. და ეხლა შენ აძლევ $200-ში ტვირთს. დისპეჩერიც ხარ, რაღაც მხრივ შენი გუნდი გეყოლება, შეიყვან შენ საკომისიო. კი, როსო ვარ. ბროკერიც ხარ. და $200 აძლევ ტვირთს. იმაგად იხოდოს როგორც უნდა მე. არ არის ცუდი მიგნება, მაგრამ ნუ აქ გაღორებულია. ჩემს ამ საქმეში ხარ ამ ხელ გეტყვი. რო გაიხსნა ამერიკის საზღვრები, ძალიან ბევრი ადამიანი ხო შემოვიდა. და რა თქმა უნდა, მძღოლების რაოდენობა, ნუ რაღაც მხრივ მძღოლების რაოდენობა გადაჭამ ბროკერების რაოდენობა. ბროკერებმაც ეს ყოფილი ნახეს და სანამ ამ საქმეში რაღაცებს გაართულებდნენ და რაღაც სატრანსპორტო რეგულაციებს გაამკაცრებდნენ, ჩემი აზრით ყველამ დაიწყო გაღორება და უფრო მეტი ფულის ამოღება, ვიდრე ის რომ გათვალონ, რომ აი მოდი ახლა პატიოსნად ვიყოთ, მაგრამ 15 წელი ვიყოთ. არა, მოდი 2 წელში მოვწრო ძალიან ბევრი ფული და მე რაღაცა სხვა ვქნათ. ანუ სხვა რაღაცა კი მესმი შეიძლება ინვესტირება მოახდინო ამ თანხის სხვა ბიზნესში, მაგრამ ანუ ძალიან მოგებიანი ბიზნესია რეალურად. თუ ოფერი კარგად წავიდა რა. რამდენი არის GDP gross domestic products რო ახსნა gross domestic products ნიშნავს თუ რამდენი პროდუქტი გაიყიდა საერთო ჯამში, ანუ და ფასეულობა ყველაფრის რა, ანუ ეს არ ნიშნავს მოგებას, ეს არის საერთო ფასეულობა რაც ტრილიონიანი ბაზარია როგორც ტრილიონიანი ბაზარია და სულ რამდენი აქვს ამერიკას GDP?
27 ტრილიონი. ანუ 1.27 არის სატრანსპორტო კომპანია. 1.27. და ანუ ეს რამ ხელ რაღაც არის ვერც წარმოგიდგენია, იმიტომ რომ ანუ ბაზარი რა. მარტო რავი ხა ბრენდებზე რო აიღო. Apple-ს უჭირავს 1 ტრილიონი მარტო მაგით. მანდა რომ დაიწყო მინიმუმ 1 ტრილიონი. ეგეთი არის BlackRock-ს უჭირავს 1.3 ტრილიონი ჩვეულებრივ. და ხა აი საბროკერო კომპანიებმა ხო მართალი ხარ მაგაში დაგეთანხმები. მithumetes მარკეტი როცა გაფუჭდა. ან თავიდან იყვნენ ბროკერები როგორ ანუ ვითომ ჯიგრულად რა. აი $100 ავიღებ, იმიტომ რომ დღეში შემიძლია 10 ტვირთი გავუშვა და $100 ჩავიდო ჯიბეში. მაგრამ მე რო რაოდენობაში დარჩათ 2 ტვირთი, უნდათ რომ $500 დაიტოვონ ორივედან. და ანუ იდეაში რაღაცა ჩაჭური რეაქციაა რა. როგორც კი შიპერმა ფასი დააგდო, ან ტვირთების რაოდენობა დააგდო, ბროკერმაც გადაწყვიტა, რომ ოკეი, მე მეტი უნდა დამრჩეს, იმიტომ მე არ მაინტერესებს, ფული ხომ მინდა რომ შემომდიოდეს ისევ ისეთი როგორც შემომდიოდა. ამიტომ თითოეულ ტვირთზე გააღორდა უფრო და შენთან კიდევ უფრო ცუდი ფასი მოხდა. ყველა გადარჩენაზე რა ტიპი რომელიც ფილიპინებში ზის, რატომ იფიქროს ტიპზე, რომელიც რუსთავიდან ზის და ქართულ მძღოლს ამერიკაში მოძღვრავს, ხო? ანუ ბომბე ვერც გამომტყუნა ყველა ადამიანი გადარჩენაზე ვარ, ხო, მაგრამ სამწუხაროდ ეს პატიოსანი პროფესია, ესე რაღაცა ნადგურდება და ძალიან ბევრი დასტრესილი ადამიანი და ძალიან ბევრი დასტრესილი დისპეჩერი ხდება. ან გონია რომ ნადგურდება? ნადგურდება ჩემი აზრით არეულობა. არეულობა ხო კაია. ხო და აი თუ რო დააგდება, უბრალოდ ბოლო 2 წელია გადარჩენაზე ვართ, ხო? უკვე საკმაოდ დრო, 10 უკვე აღმასვლა უნდა იყოს ჩემი აზრით ამ საქმეში რა. მაგრამ ეგეც ერთიანი არ იქნება, ნელ-ნელა. რა გახსოვს ყველაზე კარგი რეიტები ხე აი მარკეტზე? ყველაზე კარგი მანქანებზე? კი ბატონო. სამანქანიანები რო დავდიოდით ხო, მაგალითად $2.5 $2 და $22.5 სამანქანიანი ტრაილერები, ანუ ეს რამდენი მაილზეა? დავიწყე. ნიშნავ აი 500 მაილზე მაგალითად თუ წავიდოდით 2.5 იყოს $1250 მაგალითად. და აი მაგას მოვესწარი. მე უკვე წამოვიდა დაბლა. აი 2.20 მანქანებზე სამანქანიან ქარჰოვერზე ეგ მაგარი ეხა 2.0-ის ფარგლებში $2.80 $2.0-ში ვატარო რა მისრევა რა. ხო ადრე მაგალითად $10,000 კვირაში სამანქანიანზე იყო. ნუ ისეთი ანუ რეალური ეხა 7-800 უკვე კმაყოფილებაა. და ხო $2,000-იანი განსხვავება კვირაში უკვე ძალიან ბევრი რაღაცაზე მეტყველებს გასვლა კვირაში. და წონების დაცვით, არასიდიელიან ძღოლებს. ხო და ეხა უკვე ყველა გადარჩენაზეა და $2.82 მაღლობლები არიან და სლოვარებო. აუ მე მოვესწარი $3.4. დაჟე $5-შიც რო აგირი. ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. ჯაბა რო ამბობდა. თავისთავად დაგეწყო, ხო? მაშინ რო დაგვეწყო, მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს, მე რო სულ აი ბიგინერი ვიყავი და ჯერ კიდე კომპანიებში რო შევძვერი რომ გონჯა რომ კარგად ვერ გაყიდა და მაგიტო? აი ჯაბა არისო არქეშუაში ჯამო კარგად გაყიდა. მაგრამ სტუდენტი და რაღაც აი ცოტა ხო ის ახალგაზრდული ტვინი გაქვს რა და სხვანაირად ფიქრობ რა აი ჩემი მინდა რომ გავაკეთო და არ მინდეს მშობლისგან შემოტენილი პროფესია და რაღაცა რა ანუ გასაგებია ხული არ მაინტერესებს და რაღაცა 1000 ბულშიტ რასაც შეგიძლია რომ შენ თავს უთხრა და მაგ დროს კარგად მე რომ დავიწყე უკვე ოდნავ დაცემული იყო მარკეტი რა ანუ დაცემული არ არის ნორმალურ მდგომარეობაში იყო მაგრამ მე არ მიწევდა იმიტომ რომ მე დავიწყე box track-ებით მუშაობა car hauling-ზე დავიწყე მეც მუშაობა და box track-ებზე რა და ანუ ჩვენ რო ეგრევე დაგვეწყო დიდ track-ებზე მუშაობა flatbed-ზე ან dry-van-ზე რა dry-van-ები მოკლედ რაც მახსოვს რავი ჩიკაგოდან კალიფორნიაში 2100 მაილზე 7000 ნაკლებად არ მიდიოდა ასლა არა 7000 ნაკლებად არ სერიოზული განაცხადი უკან 5000 4500 უეჭველი მოდიოდი რა იგივე flatbed-ზეც flatbed-ზე მე რო გადავედი დაჟე მარკეტის ანალიზს რო ვაკეთებდი ზუსტად მახსოვს ხა ვეკეთხვი აპრილში დავიწყეთ მარკეტის ანალიზის კეთება რომ მოდი ხوار გადავიდეთ flatbed-ზე რა და გაიწელა რა ინშურენსი გაიწელა რაღაც ფულების ჩარიცხვები რაღაცა დეპოზიტი უნდა გააკეთოთ და რაღაცა და სადღაც ივნისის ბოლოს გადავედით flatbed-ზე მარკეტის ანალიზს რო ვაკეთებ დიეტიზე ხომ ნახულობდი რა ფასებში დადიოდ $4-5 იყო პერმაი რა ანუ წარმოიდგინე ჩიკაგოდან კალიფორნიაში წამსვლელი ტვირთები იდო ხოლმე $8,000 $9,000 $12,000-დაც მინახავს 2500 მაილები და East Coast and West Coast-ამდე $12,000 ეგრევე
წარმოიდგინე ხე ჩვენი ქართველი მძღოლები 3 დღეში კეცავენ ეგეთ გზას და ეგეთი ორი ცალი რომ მოასწრო 25-ის კროსი გაქვს ჩვეულებრივ კვირაში. და დღეს განახევრებულია ყველაფერი. Oh my god. მივიღწარი $3. $3 ჩვენ ერთ-ერთ ბრძენ მძღოლს პატიცონ ნიკო მახაოს დაუჯერებთ ეს ყველაფერი აღმავლობისკენ მიდის ასე რომ ეგორება გული არ გაიტეხოთ ჩვენ თქვენთან ვართ თქვენაირად ვცდილობთ გადარჩენას და თქვენაირად გვაქვს იმედი რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება რა თქმა უნდა რა სხვა გზა არ არის ტელეპორტაცია ჯერ არ გამოუგონებიათ და შესაბამისად რა თქმა უნდა რაღაცა პროდუქცია როცა იწარმოება აუცილებლად უნდა მიიტანო მომხმარებლად ან მაღაზიამდე სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ნუ ერთი რომ ეს მარკეტი არ მოხდება შანსი არა სანამ ადამიანი იცოცხლებს მოდი ესე შევთანხმდეთ რაც არ უნდა მოხდეს აი ომის გარდა რა აი ალბათ ნუ თუ ომი დაიწყება ალბათ საომარი ტექნიკა იქნება ყველაზე ჰაიპში და ხო მაგრამ ნუ თუ ომი არ იქნება ნებისმიერი კრიზისი მოგვარებადია ხო ანუ და ყველანაირად სანამ ადამიანები ცოცხლობენ ერთ-ერთი ის არის გეცოდინება შენ აზიელი ტიპი არის მილიონერი მოხუცი კაცია რა და ანუ ამას ეკითხებიან რომ რაში დეპო შენ ფულს რომელ მარკეტში ოქროში ვერცხლში რაში დეპო რა და მე ვდეპო ფერმაშიო მე ვდეპო ბოსტნეულში მოდეპო საჭმელშიო რა ანუ იდეაში ანუ ისეთ რაღაცაში რომელიც ადამიანს სულ ჭირდება ადამიანს სულ ჭირდება ნებისმიერ საყოფაცხოვრებლო ნივთი რავი ანუ ჯერ მარტო აქ მოიხედე 1000 დასახელების ნივთი მიდევს მართალია მარტო ამ ოთახში და ხა წარმოიდგინე ამ ეს ნივთები რო ჩემამდე მოსულიყო რამდენი პროცესი გაიარა ეს მარტო სატრანსპორტო ის ხო არ არის რა ქვია სახმელეთო ეს არის საჰაეროს ეს არის საზღვაოც ხო ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ იდეაში ჩვენი საზღვრები გავშავოთ ეგ ცალკე საინტერესო თემა რა და ამასთან ერთად ძალიან კარგი რაღაცა არის AI თურმე AI კაროჩე ეხლა იმდენად დიდ როლს თამაშობს უკვე შეიქმნა ავტომატიზირებული დისპეჩერების ჩამნაცვლებელი აპლიკაციები შეიქმნა უკვე, ну, ალბათ ამერიკელებისთვის რა, აი, პირდაპირ უკვე დემო ვერსიები არის შექმნილი, ავტომატიზირებული საბროკერო საკითხების ჩანაცვლება, paperwork-ის მიმოცვლა და ასე შემდეგ, ისეთი რაღაცებისკენ მიდის ეს AI, რომელშიც, ანუ, რას ვეკითხებოდი, იცი, აი, პოპულარული კითხვა, რომ AI ჩაანაცვლებს თუ არა dispatchers, ზოგადად მომავალში. და ნუ პასუხი თვითონვე AI მითხრა, რომ ანუ შეუძლებელი არისო, რომ ჩაანაცვლოსო, ერთადერთი რაც იქნებაო მომავალში შეგვიძლია რომ იწინას წარმოეთქვა არის ის რომ იქნებიან ისეთი დისპეჩერებიო ვინც იყენებს AI-ს და ბევრად უფრო ძლიერი იქნებაო და იქნებიან ისეთი ადამიანები ვინც არ იყენებს ChatGPT-ს AI-ს და ვერ იქნება ისეთი ძლიერიო რა. ნუ მართალია ეს ვაგით დაუწყე ხა აქტიურად მაგისათვისება. ნუ პრინციპში ევოლუციის თეორია ყველა დროში ერთ აიგივეა რა გადარჩება ის ვინც უკეთ შეგვება ადაპტირება და ის უკეთ მოხდეს ადაპტაციას ხო ეგ თემაა რა რაღაც ახალი მოვიდა უნდა ისწავლო სხვა გზა არ გაქვს როცა დრო ისე მიდი შენ უკან ვერ დარჩევან დრო ისაც წინააღმდეგოდ ვერ წახვალ რა უბრალოდ დაიჩაგრები და ეგ არის მეტი არაფერი ეგრეა ჩემოცმო ძალიან კარგი რა ვფიქრობ პირველი შეხვედრა შედგა ძალიან საინტერესო სასიამოვნო იყო გავერთე მაღალ ხარისხში მოვახდინეთ ჩვენ იდეების გახმოვანება მაღალ ხარისხში რა თქმა უნდა ჩაგერთვებით მომდენო კვირას შვიცაძე აბა